საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. დიასპორის წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის მისალოცი წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მოსაგდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ გააცნო. მეუფე შიომ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დიასპორის დღე მიულოცა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დიასპორა სამშობლოსათვის, ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება. ამ სახელწოდების ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. თქვენ ვაღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, დიასპორის წარმომადგენლებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გილოცავთ დიასპორის დღეს. შეგვეციოს ღმერთი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ყოფილიყოს შეუქცევადი, მიგვეღწიოს ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამაში დიდი წვლილი შეეტანოს ჩვენს დიასპორას, ძვირფას ძმებს და დებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. დღეს მაქვს პატივი წაგიკითხოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მისალოცი წერილი. დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილედ. ქრისტეს მიერ საყვარელნო, დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო, ღვთისწყალობით კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრის. მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური და ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად დიდია თქვენი პასუხისმგებლობა. გილოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში. ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბინჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. ერთმანეთს. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროფესორ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნეს. გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრნენ. მსახურება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ადგილობრივ გუნდთან ერთად იგალობეს. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. წირვას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი თამარ ჩხეიძე, მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ჯერ ისევ სახარების საკითხავს ესე ვკითხულობთ ხოლმე ჯვარცმასთან დაკავშირებულ საკითხავებს. და დღესაც მოვისმინეთ თუ როგორ ესე მაცხოვარი
იყო წარმდგარი ამ სამგზავროზე. ესე იგი ვიხილეთ მაცხოვარი, რომელიც თავისი ნებით მოდის აი ამ ჯვარცმაზე. მას ვერავინ ვერ აიძულებს, რომ იგი ჯვარს აცმამდა, ვერავინ ვერ არის ამის ესეთი ძალისხმევის მქონე, რომ იგი მოკლას თუ იგი თავისი ნებით არინებებს ამას თუ არ ისურვებს. მაცხოვარი მოდის იმისთვის, რომ დაიკლას, რათა აი ეს ჩამწრეული ეს ერთობა უფალსა და ადამიანის შორის ისევ აღადგინოს, რომ ისევ სიკვდილისაგან სიცოცხლეში დააბრუნოს ადამიანი და თავისი სიკვდილით და აღდგომით ადამიანიც აღადგინოს აი ამ სიცოცხლეში. ალბათ აი როგორც ჩვენ ესე ვგალობთ ხოლმე აი ამ საგალობელში, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილით ასიკვდილისა დამძრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელიო. არ არსებობს ეს სიკვდილი, აი თუ ადამიანი ერწმუნება უფალს, თუ ადამიანი შეუდგება აი ამ ღვთის სიყვარულს, თუ დაინახავს აი ამ ღვთისაგან მისდა მიმართულა ეს უსაზღვრო სიყვარულს, მაშინ ადამიანი არ დარჩება ამ სიკვდილში. აქვე იწყება ეს აი გაცოცხლება ჩვენი ამ სოფელში. ეს სიცოცხლეც ამისთვის არის მოცემული. შეიძლება ადამიანი ცოცხალი იყოს და მკვდარს მსგავსოს, როგორც იტყვიან და აი თუ ადამიანი ერწმუნება უფალს, მაშინ აი ამ სიკვდილიდან ისევ სიცოცხლეში ბრუნდებით ჩვენ. რა ვიცი, აი გილოცავთ აი დღევანდელ დღეს არის აი 26 მაისი, ჩვენი თავისუფლების ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე არის. და ეს თავისუფლება ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც ადამიანს შეიძლება ებოძოს აი ღვთისაგან. და ეს თავისუფლება იწყება შინაგანი თავისუფლებით. ერთი ადამიანის გასათავისუფლებად მოვიდა ქრისტე მაცხოვარი. ამის გარეშე აი ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელი არის. მე ვარო ნათელიო ამას უფლისა, ვინ ჩემთან მოვიდეს, იგი არ ივლის სივნელეში, აზანებს უფალი და აი ნამდვილი თავისუფლებაც ეს არის, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას ეზიაროს, აი ნამდვილ სიმართლეს და აი ღმერთი როგორც ნათქვამია არის სიყვარული. სიყვარულის გარეშე თავისუფლებაც არ არსებობს. თუ არ გიყვარს აი მთელი სული, მთელი გული, მთელი არსებით აი უფალი შენი და მსგავსი ამისა, რომ მოყვასი გიყვარდეს შენი, აი ეს ამის გარეშე ეს თავისუფლება არ არსებობს. სიყვარულის გარეშე არ არსებობს თავისუფლება. რა ვიცი, ღმერთმა მომადლოს ეს ყოველ ჩვენთაგან, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და აი ეს აბოძები ჩვენთვის აი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ დროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ამისთვის აი ის რაც დღეს გვაქვს ჩვენ აი რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა მოიპოვა ეს ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა, როდესაც შენზეა თუ როგორ წარმართავ ამ შენს ცხოვრებას, შენს ქვეყანას, თუ როგორ ემსახურები მას და როგორ იქნება შენი ქვეყანა, შენზე არის დამოკიდებული, ჩვენზეა და აი ამდენად აი ეს არის დიდი პასუხისგებლობაც, ასევე ამავე დროს დიდი ბედნიერებაა ეს, რომ გვაქვს ჩვენი თავი, რომ ჩვენად ვეყუდნის, ესე ვთქვათ, ვისვისაც აი მრავალი ღირსეული ჩვენი წინაპარი იბრძოდა და ეწირებოდა აი ამ ჩვენი თავისუფლების აი ამ საქმეს და ეს ამას სჭირდება მოფრთხილება, სჭირდება ძალიან დიდი შრომა, სიყვარული, სარწმუნოება, პროფესიონალიზმი, აი თქვენ ეს აი გალობის მომავალი სასწავლებიდან ტრადიციულად შეიძლება ითქვას ესე კიდევ ერთხელ ჩვენთან ამობრძანდით ამ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა მაინც ალბათ აი ჩვენი ქვეყნის რეალური მდგომარეობა მაინც, იმიტომ რომ აი ხელის გაწვდენაზე არის აქვე ეს საზღვარი, რომელიც ესე გაავლეს და რომელიც ვფიქრობ, რომ დროთა მანძილზე შეიძლება რომ ეს საზღვარი ისევ აღარ არსებობდეს და რომ აი ეს ადამიანებმა თუ ესე აი უფლის ამ სიტყვებს მიყვებით და თუ სიყვარული ვიმოქმედებთ, მგონია რომ მაინც ეს ხელოვნურად შექმნილი ეს ბარიერები დაიძლება და გადაილახება. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, რომ ჩვენ ერთად ძალისაებ ჩვენისა სამადლობელი შევწირეთ უფალს აი ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ესე
ძალისავებ ჩვენისა ვადიდეთ უფალი დღევანდელ დღეს. გილოცავთ და მრავალს დაგასვათ უფალმა. ჩვენთან არს მერტი. ისე აღდგა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გალობის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები უკვე 10 წელზე მეტია სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავენ. სარგებლობს შემთხვევით და მინდა რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდებული დღე. თავისუფლების დამოუკიდებლობის ესეთი დღესასწაული 26 მაისი. და მოხარული ვართ რომ აი ტრადიციულად ესე ჩვენთან გალობის უნივერსიტეტი ამ დღეს უკვე წლებია რომ ჩვენთან ამოდიან ხოლმე და აი ესე ერთმანეთს ესე ვლოცავთ აი ამ დღესასწაულს. დიდი ბედნიერებაა ეს ამისთვის, ესე იგი ჩვენი ღირსეული წინაპრები თავს წირავდნენ, იბრძოდნენ, არაშულებდნენ თავიანთ სიცოცხლეს ამისთვის და ჩვენ გვაქვს ეს ბედნიერება დღეს რომ აი ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. აი როგორ გაუძღვებით ამ ჩვენ ქვეყანას, როგორ მივხედავთ, როგორ დავაყენოთ ფერზე კიდევ უფრო, ის ისევ ჩვენზე არის დამოკიდებული. შრომით, ოფლიზმით, სწავლით, განათლებით ესე არის შესაძლებელი და ამას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების ტრადიციულად ნიქოზში ამოსვლა არის ძალიან ემოციური და ძალიან სიმბოლური. იმიტომ რომ აქ ამ ულამაზესი სოფლიდან ერთი ხელის გაწვდენაზე 1 კილომეტრში არის გაბმული მავთულხლართები, რომელიც ყოფს ჩვენს ქვეყანას ნაწილებად. ჩვენი აქ ამოსვლა დღეს, როდესაც მეუფე ისაიამ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა აღავლინა საზეიმო წირვა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და ამ ერთიანობისთვის ბრძოლაში შეწირული ვაჟკაცებისთვის ჩვენი აქ ყოფნა არის ძალიან ნიშნულოვანი, იმიტომ რომ ახალგაზრდები იზრდებიან მაგალითებზე და ჩვენმა სტუდენტებმა სწორად იციან და ზუსტად აქვთ გათავისებული მათი ვალი და მოვალეობა ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის და სწორედ ამ ერთიანობას უგალობდეთ დღეს. ჩვენი აქ ყოფნა და თანადგომა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ძალიან მწვავედ იგრძნეს ომის ქარცეცხლი 2008 წელს და დღემდე არიან ეს ახალგაზრდები და თითოეული აქ მაცხოვრებელი გუშაგი ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი თავისუფლებისა და მათ ძალიან კარგად იციან თუ რა არის სამშობლო და რა არის სამშობლოთვის თავდადება. ყველას სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს ყოფნა. ვინაიდან ოკუპაცია ეს არ არის მარტო გეოგრაფიული საზღვარი და ზღუდე. ეს არის ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენთვის დაუსრულებელი ომის სიმბოლო. ამიტომ დღევანდელ დღეს ჩვენს თანამოქალაქეებთან ახლოს ყოფნა, მათი გამხნევება, მათ გვერდით ყოფნა და ჩვენი სიმღერით მათი გამხნევება ვფიქრობთ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თანამსახურება, წირვაში მონაწილეობა, რომელიც აი ამ დღევანდელ დღეს ეძღვნება. ჩვენ უკვე ეს ტრადიციად ვაქციეთ, უკვე 10 წელზე მეტი არის ყოველ 26 მაისს ვიმყოფებით აქ სოფელ ნიქოზში. მონაწილეობას იღებს გალობის უნივერსიტეტის გუნდი, მგალობელთა გუნდი თანამსახურებაში და კიდევ აღნიშნავ იმას, რომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მიერ, რომელიც საალუტბარო სკოლის ხელმძღვანელი არის რეგიონში, შესანიშნავი გუნდი, რომელიც წირვის მსახურებაში იღებდა მონაწილეობას და არაჩვეულებრივ ასე ვთქვათ, თანამსახურებას უწევდა გალობის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც ანტიფონურად ასრულებდა წირვის საგალობლებს. ჩვენი აქ ყოფნით დღევანდელ დღეს ესეთი მშვიდობიანი გზით ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ
გამხნევებას ჩვენი მოქალაქეების და ყველას ულოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს გამთლიანების, გაერთიანების და გამარჯვების იმედით. მოგილოცავთ 26 მაისს, მივილოცავ სრულიად საქართველოს. ძალიან გაგვიხარდა რომ დღეს ერთად დღესასწაულეთ დღევანდელი დღე გალობის უნივერსიტეტთან ერთად, რადგან მეც კურსდამთავრებული ვარ ამ სასწავლებლისა. დღეს ჩემი გუნდით დავხვდით მოკლედ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს. და ეს რაღაცნაირად ძალიან ესეთ სიმბოლური არის, აი ამ ადგილას, სადაც სულ რაღაც 1 კილომეტრი არის საზღვართან, აი ამ დღის აღნიშვნა. მინდა მადლობა გადავხადო სტუდენტებს, რა თქმა უნდა, და ფონდ ქართულ გალობას, რადგან ესე იგი შეიძლება ყოფილიყავი კიდევაც აქ, მაგრამ დიდი წვლილი არის აი ფონდი ქართული გალობის, რომ მე დღეს აქ ვარ და აქ ესე ვასწავლეთ გალობას და ეს ბავშვებიც ყავს. პირველად ჩამოვედი ნიქოსში გალობის უნივერსიტეტთან ერთად. აღავლინა მეუფე მწირვა და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა ვიგალობეთ. დღევანდელ დღეს ვილოცავთ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე და ვისურვებთ, რომ საქართველო ყოფილიყოს ერთიანი და გაბწყინებული. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიერ არის მომზადებული.